საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემათა ციკლს ქართველური ცივილიზაცია. დღეს ჩვენ მეორე ციკლის მე-11 საუბარი გვაქვს და ჩვენ ამით ვასრულებთ მეორე ციკლს. ალბათ ჩვენი საუბარი დღეს შედარებით უფრო მოკლე იქნება, ვინაიდან სურს რომ თქვენ გქონდეთ გარკვეული შეხედულება ქართული ამირანიანის თქმულებების ტექსტური სტრუქტურისა და ბიბლიის ტექსტური სტრუქტურის შესახებ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ დღეს ამ ორ ნაწარმოებს განვიხილავთ ეგრეთ წოდებული მეტა-ენის კუთხით. რას წარმოადგენს მეტა-ენა? მეტა-ენა ეს გახლავთ ენის შესწავლის საშუალება. მეტა-ენა შეისწავლის როგორც ენის მთლიან სტრუქტურას, ასევე მის მეტყველებასაც. ენაში იგულისხმება მისი სისტემური ხასიათი. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, აი ის მთელი ლექსიკური მასალა თავისი გრამატიკული მასალით, რომელიც მოცემული არის ხოლმე ჩვენს ლექსიკონებსა თუ სახელმძღვანელოებში. მაგრამ მეტყველება ეს უკვე არის გარკვეული ტექსტები, ანუ თხზულებები, რომლებსაც შეიძლება ჟანრობრივად სრულიად განსხვავებული ელფერი ჰქონდეს. და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამირანიანის თქმულებებზე და თუნდაც ბიბლიის ტექსტებზე, ხო? ან უბრალოდ მოდით ბიბლიაზე, წმინდა წიგნებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ მეტყველებაზე. ანუ ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული მასალის, აღნიშნული წერილობითი წყაროების მეტა-ენის თვალსაზრისით განხილვა. როდესაც ჩვენ მეტა-ენაზე საუბრობთ განსაკუთრებით ნაწარმოებების თვალსაზრისით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ნაწარმოების სტრუქტურა სამი ძირითადი ერთეულისგან შედგება და ეხლა თქვენ ეს სლაიდზე გაქვთ მოცემული. ეს არის შესავალი, ანუ დასაწყისი, ეს არის განვითარება, ზოგჯერ ტანსაც ეძახიან ხოლმე და კულმინაციამდე მისვლა და კულმინაციის ჩართვა მასში და მესამე ეს არის უკვე დასკვნა, ანუ კულმინაციის გახსნა, რომლითაც მთლიანად ტექსტი სრულდება. მაგრამ არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ტექსტის სტრუქტურა ასეთი წყობით არ გვაქვს მოცემული. აი დავიწყოთ მაგალითად ამირანიანის თქმულებებით, ხო? რა იქნებოდა აქ დასაწყისი ან შესავალი? რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ამირანის დაბადება. რა იქნებოდა შემდეგ განვითარება? ბუნებრივია მთელი ის პერიპეტიები თუ შეიძლება ასე ითქვას და ის თავგადასავლები, რაც ამირანის ბავშვობას და შემდეგ უკვე ყმაწვილობასთან და ახალგაზრდობასთან არის დაკავშირებული. მისული უშუალოდ დასჯის კომპონენტთან, როდესაც ღმერთი ამირანს დასჯის და მიაჯაჭვავს ან კლდეზე, ან და ზოგიერთი ვარიანტით გამოქვაბულში და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენ პირველი კომპონენტი სახეზე გვაქვს ამირანის თქმულებებში, მეორე კომპონენტიც სახეზე გვაქვს ამირანიანის თქმულებებში, მაგრამ ჩვენ დღესაც არ ვიცით თუ რა ბედი ეწია ამირანს. იგი დღესაც კლდეზეა მიჯაჭვული, დღესაც განიცდის ისეთივე ტანჯვას და დღესაც გულღვიძს
უჯიჯგნის მას არწივი, ანუ მისი მტერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამირანიანის თქმულებები თურმე დაწერილი ყოფილა გარკვეული დასასრულის გარეშე, დასკვნის გარეშე, იგი ღია ტექსტია. ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი დაწერილი არის მეტა ენის მიხედვით. ახლა საინტერესოა, რას ამბობს ამაზე ზურაბ კიკნაძე, ვინაიდან მასაც შეუნიშნავს, რომ თურმე ამირანიანი სწორედ ასეთი სტრუქტურით არის დაწერილი. ახლა წაგიკითხავთ ამონარიც და თქვენც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მას სლაიდზე. ამირანიანი დაუმთავრებელი ნაწარმოებია, ბრძანებს მკვლევარი. მისი დრო არ ამოიწურა, სიუჟეტი დრო ემთხვევა რეალურ დროს, რომელიც ჯერ კიდევ მიედინება. ამირანი იმყოფება კაცობრიობის ყველა ეტაპზე. ის ყველა ეპოქის თანადროულია. სავსებით ვეთანხმებით მკვლევრის ამ დასკვნას ამირანიანის თქმულებების შესახებ, იმიტომ რომ მეტა ენის თვალსაზრისითაც მას დასკვნა ღიად აქვს დატოვებული, მაგრამ ეს ღია, ასე ვთქვათ, ტექსტი არ ნიშნავს იმას, რომ ავტორს რაღაც გათვალისწინებული არ ჰქონდა. მან უბრალოდ ეს არ მოგვცა ჩვენ, ასე ვთქვათ, ტექსტურ დონეზე. ღიად ის ჩვენ არ დაგვიწერა, არამედ ეს არის მომავალში საგულვებელი. მომავალში კი რაც საგულვებელია, ეს არის ამირანის აღდგომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ანუ ამირანიანის თქმულებები არ არის დასრულებული ტექსტი, მისი დასრულებული, ანუ კულმინაციის გახსნის მომენტი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს რწმენაში არსებობს. რაღაცა გარკვეული მინიშნებებისა თუ გარკვეული ღიად დატოვებული კონტექსტის მეშვეობით. ახლა საინტერესო არის ის, რომ აი ასეთი სტრუქტურით დაწერილი ნაწარმოებები გარკვეულ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ესქატოლოგიურ პრინციპზე დამყარებული თქმულებები. რატომ ესქატოლოგიურ პრინციპზე? ჩვენ ვიცით, რომ ესქატოლოგიური პრინციპის მიხედვით უფალი მეორედ უნდა მოვიდეს. ამირანიანის რწმენის მიხედვითაც, ხო, ამირანი უნდა აუცილებლად აღდგეს. ანუ მანაც უნდა მოხდეს მისი სასჯელის, მისი ტანჯვის დასრულება. და ეს დასრულება არის ჩვენი რწმენის მიხედვით დადებითი, ასე ვთქვათ, ეს არის გამარჯვების კულმინაცია. რომ ამირანიანი მართლაც აი ასეთ ესქატოლოგიურ პრინციპზე არის დამყარებული, ამას ჩვენ გვიდასტურებს ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. გავიხსენოთ ახლა ჩვენ სულ მხოლოდ ორ სტროფს შეგახსენებთ ქებაიდან, სადაც ძალიან ნათლად ჩანს ანალოგიური პრინციპი, დაუმთავრებელი, ასე ვთქვათ, ტექსტის სტრუქტურა და მომავლის რწმენა. თუმცა ეს მომავლის რწმენა და ქართული ენის გამარჯვება, ანუ იგივე ქართველი ერის აღდგომა და მე ვიტყოდი, იგივე ამირანის განთავისუფლება, გარკვეულ წილად უკვე აქ მოცემულია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ღია ტექსტით. აი პირველი ასე ვთქვათ, პირველი კუპლეტი რას გვეუბნება? დამარხულარს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისი სასაწამებელად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. აქ საუბარი არის მომავალზე. ის რომ ის დამარხულია, ეს დღესაც მართალია და
ის რომ აუცილებლად გაიმარჯვებს და ექნება მას მეორედ მოსვლა, მეორედ მოვა აუცილებლად, ეს არის მომავალში. დავაკვირდეთ, რომ ზუსტად ანალოგიურ აღდგომაზე არის ლაპარაკი ამირანიანის თქმულებებშიც და შემდეგ მერვე კუპლეტი. და ესე ენაი, შემკული და კურთხეული, სახელითა უფლისაითა, დაბალი და დაწუნებული, მოელის დღესამად მეორედ მოსვლასა უფლისასა. ესე იგი, აქაც იგივე მომავალი დრო არის გამოყენებული აი ამ ესქატოლოგიური შედეგის დადგენისათვის. ხოლო რაც დღეს არსებობს, რაც მოცემულობაა, ეს არის ის, რომ ქართული ენა არის შემკული, ქართული ენა არის ბრწყინვალე ენობრივი სისტემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს წინაპრებს მათ ვინც ამირანიანის თქმულებები შეთხზა, მათ ვინც ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი შექმნეს, ხო? მათ შესანიშნავად იცოდნენ თუ რას აკეთებდნენ. ანუ მათ იცოდნენ, რომ ისინი მეტაენის თვალსაზრისით თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, ისინი იძლეოდნენ არასრული დასკვნის, არასრული სტრუქტურის მქონე ტექსტებს. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წარმოადგენს გარკვეულ მეთოდს იმისათვის, რომ დაფარული ინფორმაცია გადმოგცენ, ანდა გადმოგცენ მომავალი ინფორმაცია რწმენის დონეზე, რომელსაც აუცილებლად უწერია განსხეულება. ახლა ვნახოთ თუ რა ხდება ხდება ბიბლიის ტექსტების ანალოგიური მეტაენის სტრუქტურით განხილვის შედეგად. ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ დაბადება შეიძლება ჩავთვალოთ და არის კიდევაც, ესე იგი, ბიბლიის შესავალი, ანუ დასაწყისი. შემდეგ უკვე რაც მოსდევს ამას, ყველაფერი აბსოლუტურად იესო ქრისტეს დაპატიმრებამდე და მის ჯვარცმამდე ეს ყველაფერი არის კულმინაცია. ხოლო კულმინაციის გახსნა კი ეს უკვე გახლავთ მისი სიკვდილი. ანუ იესო ქრისტეს გარდაცვალება, რომელიც დაახლოებით მკვლევრების მიხედვით შუადღის 3 საათისთვის უნდა მომხდარიყო. მას ასე, ჩვენ მივიღეთ, რომ თურმე ბიბლიაში ჩვენ სტრუქტურა ტექსტის აგებისა შენარჩუნებული გვაქვს. ანუ ჩვენ გვაქვს დასაწყისი, ჩვენ გვაქვს განვითარება და კულმინაცია და ჩვენ გვაქვს კულმინაციის გახსნა, რაც მოცემული არის იესო ქრისტეს გარდაცვალებით. თუმცა უნდა ითქვას ის, რომ სადაც ხდება კულმინაციის გახსნა, იქვე ხდება სრულიად ახალი თემის შემოტანა. და ეს ახალი თემა შემოდის მარია მაგდალენელის და მარია მაგდალენელის, მარიამისა და მარიამის მისვლით იმ სამართ გამოქვაბულთან, სადაც იესო ქრისტე დაასვენეს. მათ აღმოაჩინეს, რომ იესო ქრისტე სამარხში აღარ იყო. იგი აღდგომილიყო. იგი ზეცად წასულიყო. რისი თქმა მინდა ამით? ამით ფაქტობრივად ბიბლიის ავტორმა გახსნა იგივე თემის სხვა სრულიად განსხვავებული მონაკვეთი. იწყებს სრულიად ახალ ტექსტს, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ტექსტი უკვე დასრულებული გვაქვს. ჩვენ ვიცით მისი დასაწყისიც, ვიცით კულმინაციას, განვითარება კულმინაციას და ვიცით მისი
დასასრულიც, მაგრამ სწორედ ამ დროს შემოდის მეორე თემა, ანუ ბიბლიის ავტორი ხელახლა ხსნის ბიბლიის ტექსტს, ანუ ხელახლა გადააქცევს მას ღია ტექსტად. ანუ მეტაენის თვალსაზრისით იგი კარგავს აი ამ დასკვნის თუ შეიძლება ასე ითქვას კომპონენტს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ თურმე აი ამ მეორე თემასაც თავისი განვითარება ახლავს და ეს განვითარება უკვე მდგომარეობს იესო ქრისტეს გამოცხადებაში. აქ გავიხსენებ იმ მომენტს, როდესაც ორი მოციქული მიდის ქალაქ ემაუსში და გზაზე საუბრობენ სწორედ იესო ქრისტეს ჯვარცმის შესახებ და სწორედ ამ საკითხებზე, როდესაც საუბრობდნენ ისინი, სწორედ ამ დროს იესო ქრისტე ჩადგა მათ შუა. ახლა მე სულ რამოდენიმე მუხლს წავიკითხავ ლუკას 22:22, სადაც ნაჩვენებია ძალიან მკაფიოდ, რომ იესო ქრისტე დაბრუნდა. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ იგი არა მარტო მკვდრეთით აღდგა, არა და დაიწყო ახალი თემა, არამედ ჩვენ გვაქვს მისი განვითარებაც, არა რომ იგი ფაქტობრივად დაბრუნდა დედამიწაზე. და შემდეგ უკვე ჩვენ აქვს ფაქტიურად გარკვეული მუხლების მიხედვით გვაქვს იმისი მტკიცებულებაც, რომ იგი უკვე ხალხთან არის, ანუ დასკვნაც გარკვეულწილად არის მოცემული. მოდით ახლა წავიკითხოთ ეს მუხლები. ამას რომ ამბობდნენ, მოციქულებზეა საუბარი, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ, მშვიდობა თქვენდა. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუდნენ, ასე ეგონაც სულსა ვხედავთო. მაგრამ იესომ უთხრა მათ, რას ძრწიხართ, ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში. შეხედეთ ჩემს ხელებს და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები. მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. აი ეს თქვა და ხელფეხი უჩვენა მათ. რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს ფაქტობრივად იესო ქრისტეს იესო ქრისტეს სიცოცხლით, მოდის ასე ვიტყვი, ძალიან დიდი ორი მონაკვეთი. ეს არის პირველი ცხოვრება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ბიბლიაში აღწერილი არის და მისი ჯვარცმითა და მისი სიკვდილით მთავრდება და გვაქვს აგრეთვე მეორე ნაწილი მისი სიცოცხლისა, როდესაც იგი აღდგა მკვდრეთით და დაუბრუნდა ბუნებრივია მამას, დაბრუნდა თავის ღვთაებრივ ოჯახში, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა ხალხში. ახლა ისმის კითხვა და ამ კითხვას ახლა აი აქ თქვენთან ერთად დავსვავ. მას ვინ არის ის პიროვნება, რომელზეც საუბარი არის მეორედ მოსვლის შესახებ. იოანეს გამოცხადებაშიც ძალიან ნათლად არის ნათქვამი, რომ უფალი უნდა მოვიდეს. ვინ არის ეს უფალი? თუ იესო ქრისტე ჩვენთან ფაქტობრივად უკვე დაბრუნდა და ჩვენს შორის არის, თუ მივყვებით, რა თქმა უნდა, ბიბლიას. იმისათვის რომ დავადგინოთ, თუ ვინ არის ეს პიროვნება, ამისათვის ჩვენ უნდა გავიხსენოთ მამისა და ძის გამოცხადების ფორმულები. გაგახსენებთ და ახლა სლაიდზეც ხედავთ თქვენ ამას. პირველად, სულ პირველად დასაწყისში, ვიტყოდი კაცობრიობის დასაწყისში და მე ამისი თქმის სრული საფუძველი მაქვს მინაიდან ამაზე ნაშრომიც მაქვს უკვე გამოქვეყნებული. პირველად ჩნდება ამირანის მამა
პირობითად დავარქვათ თუ გნებავთ სულკალმახი და ამირანი. ანუ ჩნდება მამა-შვილი. მაგრამ ჩვენ მამის ნამდვილი ვინაობა არ ვიცით, ეს ჩვენთვის უცნობია. ზუსტად იგივე მამას ჩვენ ვხედავთ უკვე თუ შეიძლება ასე ითქვას მეორედ შუმერული ცივილიზაციის დასაწყისში, როდესაც სულკალმახი უანის სახით ადგილობრივ მაცხოვრებლებს ასწავლის წერა-კითხვას, ასწავლის დამწერლობას და სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, ქალაქმშენებლობის და ასე შემდეგ მეცნიერებებს. და მესამე ეს გახლავთ უკვე ბიბლია. დავამატებ ერთს, როდესაც შუმერში მიდის სულკალმახი, გავიხსენოთ ახლა ჩვენ რომ აქაც ამირანის მამა არის შენიღბული. იგი დაფარულია თევზის ტყავით. ანუ ჩვენ არც მეორე გამოცხადების თუ შეიძლება ასე ითქვას დროს არ ვიცით თუ ვინ არის ამირანის მამა. და შემდეგ უკვე მესამე ეს უკვე ბიბლია, რომელშიც უკვე მამა და ძე ისევ ერთად გვეცხადებიან, წყვილში არიან მოცემული, მაგრამ ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ ძეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით თუ ვინ არის მამა. აქედან გამომდინარე, აი ამ ძალიან განზოგადებული ფორმულებიდან გამომდინარე, მამისა და მამაშვილის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია სავსებით ცალსახად ვთქვათ, რა თქმა უნდა ისევ ტექსტებზე დაყრდნობით, რომ შვილის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია. ჩვენ ვიცით ვინ არის ამირანი, ჩვენ ვიცით ვინ არის ამირანის სახით წარმოდგენილი ერი, ანუ ღვთაებრივი ძე და მაგრამ ჩვენ არ ვიცით თუ ვინ არის ამირანის მამა. ეს საიდუმლოება მიუთითებს იმაზე, რომ მეორედ მოსვლა ვისაც ეხება, უნდა იყოს სწორედ შემოქმედი მამა. ის, ვინც შექმნა სამყარო და ის, ვინც ცივილიზაცია მოიტანა დედამიწაზე. ახლა მე მსურს, რომ თქვენ ჩემი ნაშრომიდან მიჯაჭვული ამირანის ლინგვოკულტუროლოგიური ქსელი წაგიკითხოთ ციტატა, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება. მაშასე მაშ ვინ არის მეორედ მოსვლის რეფერენტი, ანუ ვინ არის ამირანის მამა. კაცობრიობის განვითარებაზე არსებული ფონური ცოდნიდან გამომდინარე, ეს პიროვნება მხოლოდ მამა ღმერთი, ჩვენი შემოქმედი შეიძლება იყოს, რომელმაც სწორედ მამაშვილის უნივერსალური ფორმულის მიხედვით დედამიწისეული ცივილიზაცია შექმნა და შესაქმის მთლიან პროცესში ეს ფორმულა სამჯერ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებში წინ წამოსწია და აამოქმედა და ჩვენ ეს სამივე მონაკვეთი უკვე ვახსენეთ. პირველად, ღრმა წარსულის ამსახველი ეს ფაქტი სულკალმახ ამირანის იპოსტასად ქართულ ხალხურ თქმულებებში გაცხადდა. მეორედ, შუმერის ცივილიზაციას თევზ კაცს უანად მოევლინა, რომელმაც შუმერის ველურ ხალხს ცოდნა და კულტურა მიუტანა. უფრო გვიან, მესამედ, 2000 წლის წინ სულკალმახ ამირანისა და თევზ კაცს უანის მამაშვილის ფორმულა ბიბლიურ მამა ღმერთსა და მის ძე იესოში განსხეულდა. სულკალმახი, თევზ კაცს უანი და მამა ღმერთი ქართველი ხალხის განსხვავებული იპოსტასებია, რომლებმაც თავისი კოდური ფუნქცია დღემდე უზადოდ მოიტანეს. ამიტომ მეორედ მოსვლა იგივე სულკალმახის, თევზ კაცს უანის და მამა ღმერთის გამოცხადებაა, რაც მისი ძის
ხელახალი აღდგომაცაა. მეტიც, ბიბლიური იესოს მეორედ მოსვლის აქტი ღვთაებრივი მამაშვილის მომავალი აღდგომისა თუ მეორედ მოსვლის პროექციაა. ბიბლია მიცის, რომ ხალხი მის შემქმნელსა და განმანათლებელს ჯერ ვერ იცნობს და მას უნდობლობით მოეკიდება. თუმცა, როცა მეორედ მოსვლა რეალობად დაფიქსირდება, ამირანი აღდგება, თავის ჯაჭვებს დაამსხვრევს და ხალხს ღვიძლის მჭამელი არწივისაგან გაათავისუფლებს. დედამიწის ხალხები კვლავ რძეში მოზელილი პურის ჭამას დაიწყებენ, თაყვანს სცემენ მას და დიდი სიხარულით აღივსებიან. ამირანის ციკლი კი სრულ ეპოსად გარდაიქცევა. ჩემო ძვირფასო მსმენელებო, მე მსურს ამით დავასრულო ჩემი დღევანდელი საუბარი. მე-11 საუბარი. ამით ჩვენ ვამთავრებთ ფაქტობრივად ამირანის პიროვნებაზე საუბარს. ჩვენი მესამე ციკლი დაიწყება ცოტა მოგვიანებით, ცოტას შევისვენებთ ახლა დაახლოებით 1 თვის მანძილზე და შემდეგ უკვე აუცილებლად დაუბრუნდებით ამირანის ორეულებისა და კიდევ სხვა საკითხების განხილვას ამირანიანის თქმულებებიდან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გემშვიდობებით ცოტა ხნით კარგად ბრძანდებოდეთ.